სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ხო, ამას წინებზე შემხვდა ნიუსი, არ მინდა ციფრი ზუსტად შემესაშალოს, 694,000 ადამიანამდეა დაახლოებით გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა საქართველოში. ანუ არასდროს საქართველოს არ ყოლი ამდენი ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე. ანუ რას ნიშნავს ეს? ხა რამდენიმე კუთხით უნდა განვიხილოთ. ერთი რომ ეს ხელისუფლების დამცინავი საუბარი, რომ რაღაც ეკონომიკა ვითარდება და ყველაფერი კარგად არის, ეს მარაზმი, მაგრამ ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა ბევრ სფეროზე. მაგალითად, ეს ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადი ნაწილი საქართველოს საზოგადოების, ხო? იმიტომ რომ ისინი არიან მდგომარეობაში, სადაც ყოველდღიური ბრძოლა უწევთ ყოველდღიური საზრდოს მისაღებად, მაგალითად, ხო? ანუ არჩევნების წინაც, მაგალითად, გაცილებით მარტივია ხელისუფლების, რომ ეს ადამიანები ძალიან მარტივად დააშინოს ამ სუბსიდიის მოხსნისგან, ამ სუბსიდია არის ფაქტობრივად ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება დღეს მსგავსი სოციალური პროგრამების დანერგვით, მოუხსნას და უბრალოდ დატოვოს ბედის ანამარა. და ამის ფონზე მათ უწევთ, რომ თავიანთი პოლიტიკური უფლებებით, მაგალითად, დათმონ პირველადი უფლებების სანაცვლოდ, ხო? ზოგადად სოფლიოში და ევროპაში მიღებული პრაქტიკა არის, რომ სოციალური პოლიტიკა არის მიმართული ამ ადამიანების სიღარიბის ზღვის ქვემოდან ან სიღარიბის ზღვრიდან ამოსაყვანად. ანუ წლების განმავლობაში ისინი კი არ უნდა იღებდნენ უბრალოდ მარტივ პენსიას, რომელიც პირიქით ანუ რაღაცა გიქმნის მცირე კომფორტის ზონას, რომლიდან გამოსვლაც არ გინდა, ხო? შენ გარდა ამისა მათ უნდა სთავაზობდე რაღაც პროგრამებში ჩართვა, სადაც მათი, თქვათ, სამუშაო შესაძლებლობები გაიზრდება, მათ უნდა თავაზობდეთ დასაქმების შესაძლებლობებს, მათ უნდა თავაზობდეთ საბინაო პოლიტიკას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაუწყდეთ ეს პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს ამ ადამიანების სიცხეში და მთლიანი ეს პოლიტიკა უნდა იყოს მიბმული მაგალითად ეკონომიკურ პოლიტიკას, მიბმული უნდა იყოს განათლების პოლიტიკას. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ გჭირდება მუშა ხელი და პროფესიული დარგების განვითარება, რომელიც აუცილებელი არის ეკონომიკისთვის და რომელიც ისევე არის დაფასებული ყველა, თქვათ, წამყვან დემოკრატიაში, როგორც თქვათ, უმაღლესი ეგრეთ წოდებული აკადემიური კლასიკური განათლება, მაშინ შენ შეგიძლია რომ დანერგო პროგრამები, რომლებსაც ამ ადამიანებს ჩართავ და მათ ამ სიღარიბიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოიყვან, მაგრამ არა ხელისუფლებას ერთის მხრივ ჭირდება რომ კონდეს ესეთი რაღაცა სტატუს ხო, რომ ამ ადამიანებს მარტივად უხდიდეს თანხას და ისინი უსუნ მდგომარეობაში არიან, ხო? ანუ წარმოვიდგინოთ, ანუ მათმე პირით არ უნდა გვიჩნდებოდეს რაღაცა ბრაზისგანს და პირიქით, ანუ ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ ნებისმიერი ხელისუფალი გაიძულოთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენთან ერთად დაეხმარონ ამ სიღარიბის დაძლევაზე. ის არის ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ეს ადამიანები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ, რომ ყველა ადამიანს საქართველოში და ეს არ არის რთული, ეს არის 3,700,000 ადამიანზე ვსაუბრობთ, რომ პირველადი საჭიროებები ქონდეთ გადაწყვეტილი, რომ მათ სრულად შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება, როგორც არის პოლიტიკური უფლება, როგორც არის სიტყვის თავისუფლების უფლება თუ ის ცხოვრების უფლება, საერთოდ ღირსეული ცხოვრების უფლება, რომელიც ყველა საერთაშორისო კონვენციაში არის მიღებული.